გორის სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაშდენ კუპრაშვილის მოთხოვნა. გორელი აქტივისტების თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, აქტივისტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ნინო გერგაულის გადაწყვეტილება რაშდენ კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოდან დღეს თეონა ფანქველაშვილს და თეო ბზიშვილს აცნობეს, რომ მათ წინააღმდეგ შეტანილია განცხადება. აქტივისტებმა სწორედ ამ გზით გაიგეს საჩივრის არსებობის შესახებ. თეონა ფანქველაშვილისგან, თეონა ბზიშვილისგან და ლუკა ხისაძისაგან გამოთხოვილი იქნას 2025 წლის აგვისტოში მოძრაობა ერთობის ინიციატივით გურიაში კაპროვანის სანაპიროზე გამართულ ტრენინგებთან დაკავშირებით ყველა ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია. ამავე პირებისგან 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ყველა ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია. ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო უკვე ორგანიზაციებიდან გადავიდა და კონკრეტ კერძო პირებზე დაიწყო კერძო პირების დევნა დაიწყო პირდაპირ შეიძლება ვთქვათ. გამოითხოვა ორი აქტივისტის საბანკო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოდ, მიიჩნია თითქოს ისინი რაღაც გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტები არიან. გორის რაიონულმა სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერად უარი უთხრა მათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ბატონი რაშდენ კუპრაშვილის უწყება ამით არ დაკმაყოფილდა და ის მიდის წავიდა უფროსწორად უკვე სააპელაციო სასამართლოში და ცდილობს უკვე რომ სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით მოიპოვოს წვდომა იმ ადამიანების საბანკო ინფორმაციაზე, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თავად აქტივისტები ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ არც ფართან და არც ერთობასთან და მით უმეტეს 2025 წლის აგვისტოში არანაირ ტრენინგს არ დასწრებიან კაპროვანში. რაშდენ კუპრაშვილის ბიუროს უნდა ჩვენს ფინანსებზე წვდომა ძალიან გამეცინა ამ ყველაფერზე და გავიგე რომ 24 სექტემბერს შეუტანიათ გორის საქალაქო სასამართლოში ქალბატონ ნინო გერგაულს არ დაუკმაყოფილებია მსგავსი მოთხოვნა და ახლა გაუსაჩივრებიათ. ეს არის მცდელობა იმისა რომ დააშინონ მოქალაქეები. ეს არის მცდელობა იმისა რომ თვითაულ ადამიანებამდე მივიდნენ და უთხრან რომ აი შენთანაც მოვედით, როდესაც ამბობდნენ რომ არა ჩვენ მხოლოდ ეს კანონი შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. ამ დროს თურმე ყველას ეხება და ყველას იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც აქტიურობენ. ვერ გავიგე რას მედავებიან, იმიტომ რომ თურმე ყოფილი ვარ კაპროვანში თუ რაღაც და მიორგანიზებია იქ და კაპროვანში არ ვარ არასდროს ნამყოფი. არასდროს მედავებიან რაღაცა ორგანიზაციების წევრობას და ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთი ორგანიზაციის არც დამფუძნებელი და არც წევრი არ ვყოფილ ვარ, არა მარტო ამ ორი დასახელებულის, არამედ არც ერთის ხაზგასმით ვიმეორებ. მედავებიან არ ვიცი გრანტების და სხვა ინფორმაციების შესახებ, ასე ვთქვათ, ღიაობას და რა გრანტი ხალხო არც ერთხელ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ანუ ბევრჯერ მომიწევს ამის გამეორება იმასთან დაკავშირებით, რასაც მედავებიან, იმიტომ რომ არ დამიწერია არც ერთი გრანტი და არ მომიპოვებია. რაც შეეხება, არ ვიცი, მიზანს, აი ამ აბსურდული დავებისა, როგორც თეომ აღნიშნა, არის ის, რომ დააშინონ საზოგადოების ის წევრები, რომლებიც ვერ გატეხეს და ეხლა ჩვენი გატეხვა წარმოგიდგენიათ აი ამ სისულელეებით, როდესაც ჩემი მეუღლის გატეხილმა ნეკნმა ვერ გამაჩერა და ჩვენი თანამოქალაქის ავთოს დალეწილმა ცხვირმა ვერ გამაჩერა. ამ სისულელით გინდათ რომ შეგვაჩეროთ, გამორიცხულია. ანტიკორუფციული ბიუროსაგან წერილი რამდენიმე დღის წინ გორში ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილმაც მიიღო, სადაც უწყება მოითხოვდა საგრანტო დოკუმენტაციის გაგზავნას პირადი მონაცემების ჩათვლით. უფლებადამცველები ამ ფაქტს დაშინების მორიგ მცდელობად აფასებენ. ეს პროცესები რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ სამოქალაქო სექტორი, ქართული მედია, დამოუკიდებელი ორგანიზაციები განადგურდნენ, ეს არის პირდაპირ შეტევა სამოქალაქო სექტორზე ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელსაც გააჩნია გარკვეული წყარო, მათ შორის დაფინანსების და შეიძლება თქვას, რომ პირდაპირ ეს არის დევნა ამ ორგანიზაციების, სწორედ იმისთვის, რომ მათ აქვთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში მიმდინარე
იგივე პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს პირველ რიგში არის დაშინება ორგანიზაციების მოქალაქეების, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო მეტად გადაიზარდოს უფრო მსხვილ მასშტაბიან რეპრესიებში. რის ნიშნებით, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.